მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა უახლოესი ერთი თვის ტენდენციები. განვიხილოთ ჯანმრთელობა, ფინანსები და პირადი ურთიერთობები. მას შესაძლოა წარმოთქვით საკუთარი სახელი და გვარი. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან და დავიწყოთ. რა ენერგიებში ხართ, ვინ ხართ თქვენ, რა შემოდის და რა გვტოვებს უახლოესი ერთი თვის ტენდენცია. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჯარო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას დავიწყოთ, ვინ ხართ თქვენ? სხვათა შორის სამი პერიოდი ნახეთ, 3 დღე, 3 რიცხვი, 3 კვირის ტენდენცია, სადღაცას გზას განიხილავთ. შორი გზა უნდა იყოს დიდი ალბათობით, ან შესაძლებელია 3 პატარა გზა. ან 3 საზღვრის კვეთაც აუდიტორია დიდია და აუცილებლად ჩამოვთვლი. ამ გზას გახურებთ, თითქოს აქ ძალიან კარგი შესაძლებლობებია, თითქოს აქ ძალიან კარგი რესურსებია ამისთვის ზუსტად იღებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ ამ გზაზე წახვიდეთ. სხვათა შორის ეს 3 თვე არის ძალიან გარდამტეხი თქვენთვის ვიტყოდი, იმიტომ რომ საინტერესო ენერგიები ჩამოდის ფინანსების თვალსაზრისით, ბევრი რესურსების თვალსაზრისით, მათ შორის პირადი ურთიერთობების. უახლოეს 4 პერიოდში 4 დღე, 4 რიცხვი, 4 კვირა ნახვიდან, ვიდეო ნახვიდან არის აქტუალური წარსულიდან პარტნიორის გამოჩენა ჩანს. ადამიანთან, რომელთანაც საკმაოდ ემოციური ფონი იყო, მაგრამ მოხდა ღალატის ენერგია და შესაძლებელია დასრულებული კომუნიკაციაც არის. შესაძლებელია თქვენ იყავით მეუღლის ამპულაში, შესაძლებელია თქვენ იყავით მთავარი ქალი ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ იმპერატრიცას შვილების დედასაც ნიშნავს, მეუღლისაც ნიშნავს, თუმცა აქ არის რაღაცა ტკივილის ენერგია. კარგით, მოდი ვნახოთ უახლოესი ერთი თვის ტენდენცია ფინანსური საკითხები. ბევრი გაურკვეველობებია ფინანსებთან დაკავშირებით, აუცილებლად უახლოეს პერსპექტივაში რაღაცა მნიშვნელოვანი გაქვთ გადასაჭრელი. შესაძლებელია ეს მამაკაცისგან მოლოდინი გქონდათ რაღაცა დახმარების ხელი, წარმოსადეგი ადამიანია, არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი, თქვენს ირგვლივ, მაგრამ ამ ადამიანისგან თითქოს შველას ითხოვდით, ამ ადამიანისგან თითქოს რაღაცა დახმარება გჭირდებოდათ, მაგრამ ღალატის ენერგია მოდის, არ გააკეთა, ან ვერ გააკეთა. ეს ფინანსებს უკავშირდება, დოკუმენტებს უკავშირდება, მოკლედ აი განახებთ რა ტენდენციებია ფინანსურ საკითხებში უახლოეს პერსპექტივაში და მოდი ვნახოთ ეხლა რა შემოდის, იცლება თუ არა რაიმე ამ ტენდენციაში. ფინანსებთან ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ განსაკუთრებით მამაკაცის მიმართ, იმიტომ რომ აქ არის კონფლიქტური ენერგია, შესაძლებელია სერიოზული კონფლიქტიც მოხდეს ფინანსებთან დაკავშირებით. ეს იყოს სამსახურიც და რაიმე კიდევ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც უკავშირდება ფინანსებს, ჭერს, ყიდვა, გაყიდვის, გაქირავების ტენდენციები, ან რაღაცა ცვლილებები ჭერსთან დაკავშირებით. ამას მიაქციეთ ყურადღება, ძალიან სერიოზული დანაკარგების მომენტიც მოდის და შესაძლებელია ტყუილის ენერგიაშიც აღმოჩნდეთ. არ ვიცი ვირას გატყობთ, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე უნდა მოვიტანო. მოკლედ, უახლოეს პერსპექტივაში ფინანსებთან ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ. მამაკაცისგან ვისგანაც ელოდებოდით რაღაცა დახმარებას, სამწუხაროდ არ მოხდება, ვერ მოხდება, ვერ შედგება. კონფლიქტი ფინანსთან დაკავშირებით. შესაძლებელია ეს კონფლიქტი ჭერსაც უკავშირდებოდეს. ამის გამო ცოტა მძიმე ენერგიებშიც ხართ, მაგრამ არ ინერვიულოთ, აუცილებლად გამოდის მდგომარეობა, იმიტომ რომ ჭერზეც იქნება უცაობარი. ბევრ თქვენთაგანთან, ყველასთან ერთნაირად ვერ რეზონირდება, რასაკვირველია. მოდი ვნახოთ პირადი ურთიერთობები. რა ხდება პირად ურთიერთობებში? უახლოესი ტენდენციები. უახლოესი ტენდენციები. ვისთანაც პაუზაა და კრიზისული სიტუაციებია, მეგობრებო, სამწუხაროდ ეს კრიზისი კიდევ ცოტა ხანი გაგრძელდება. თუმცა აუცილებლად გამოვხვალთ ამ მდგომარეობაში, პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. 10-იანი, 10 რიცხვია, მიაქციეთ ამას ყურადღება, რა მოხდება 10 რიცხვში, ძალიან დიდი სიხარულის ენერგია მოდის. აი ეს გაურკვეველი სიტუაციები, თუ ეს მძიმე ენერგიები, თუ პაუზური მდგომარეობა, თუ 5-იანი პენტაკლების სიღარიბეს ნიშნავს ურთიერთობაში აბსოლუტურ დისკომფორტს, აი იქიდან გამოდიხართ. უახლოეს პერსპექტივაში 2 პერიოდი. 2 კვირა, 2 თვე შესაძლებელია იყოს. ნახეთ რაღაცა ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგებით პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, სხვათა შორის აქ ბევრ თქვენთაგანთან ორიანი უდავოდ მნიშვნელოვანია. აქ ბევრი თქვენთაგანი მიიღებთ რაღაცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც მოგიტანთ სასიხარულო ენერგიებს და ტენდენციებს, უზარმაზარი სიყვარულის ემოცია მოდის, მეგობრებო, ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება. ვისთანაც არ არის პარტნიორი გარდაუვალია, ახალი ადამიანის გამოჩენა, რომელიც მოგიტანთ ძალიან დიდ ზღვა ემოციებსაც და პარალელურად მნიშვნელოვან ურთიერთობებს. ნახეთ, არ გამოურიცხავ, აქ უკვე სტაბილურ ურთიერთობაში აღმოჩნდეთ, რასაც ოჯახი ქვია, ან პარტნიორი.
იქ, სადაც არის ავადმყოფური მიჯაჭვულობები და სადაც იყო ტყუილის და ღალატის ენერგიები და საკმაოდ დიდი ხანია ჩამოკიდებული ხართ და ვერ მოქმედებთ ისე როგორც თქვენ გინდათ, ამის არ მოქმედებთ და აი ამ ჯაჭვის წვეტაც ხდება დამერწმუნეთ. ბევრი იმუშავეთ საკუთარ თავზე და მნიშვნელოვან შედეგამდეც მიხვედით. თქვენ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ. ქალები, მამაკაცები არ აქვს მნიშვნელობა, ვინც მიყურებთ. მიაქციეთ ყურადღება ფინანსურ საკითხებს აუცილებლად. ნახეთ, აქ სამსახურს უკავშირდება დიდი ალბათობით, სხვათა შორის თქვენთაგანთან კარგი ტენდენციებიც მოდის სამსახურში, აქ არის ხელფასის ზრდა, ნამატი და ასე შემდეგ უახლოეს პერსპექტივაში. ვისთანაც აქტუალურია მამაკაცი, რომელთანაც არის რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები და რომელიც გაშვებად სამწუხაროდ არ შეგიძლიათ და ჯერ კიდევ გულთან გყავთ ახლოს. აი ნახეთ როგორ ახართ ჩაბღაუჭებული ამ ურთიერთობებზე, აქ ეგოიზმია, საკმაოდ მკაფიოდ განვითარებული იმპერატორს უკავშირდება. იმპერატორი ძალიან თავისებური ტიპაჟია, თავის წესებით და კანონებით ცხოვრობს და არსებობს, ამიტომ თუ მას არ ემორჩილებით, ის აღმართავს აუცილებლად აი ამ მენტალურ კედელს, რომელიც სამწუხაროდ ეხლა არის ურთიერთობაში, მაგრამ არც მან დაარიდარდოთ, იმიტომ რომ აუცილებლად მოითხოვს ეს ადამიანი შანსს, ის იწყებს აქტიურად მოქმედებას უახლოეს პერსპექტივაში თქვენსკენ, მართალია ტყუილებით და ბოლომდე არ არის მართალი თქვენს წინაშე, თუმცა მაინც გაგახარებთ ეს ტენდენცია, მისი გამოჩენა ერთგვარად და მისი ნაბიჯები ძალიან გაგიხარდებათ. კარგი, მოდით ჯანმრთელობაც ნახოთ. ორიოდე არკანით უახლოეს პერიოდში. ჯანმრთელობა, აი ენერგია აკონტროლეთ თქვენი, აი ეს ბრაზის ენერგია, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენზე, აი ეს შინაგანი ეს ბრაზი კონფლიქტური ენერგია, რომელიც ბრძოლებთან არის ასოცირებული, აი საკუთარ თავს იბრძვით თითქოს, ეს ემოცია აკონტროლეთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენზე სხვათა შორის. კიდევ რა ხდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მიაქციეთ ენერგიებს ყურადღება, თქვენს ენერგიას ნახეთ, მენტალურ მდგომარეობას, თქვენს ფიზიკურ ენერგიებს, იმიტომ რომ არ ახართ სახარბიელო ენერგიებში ჩემოწვიფასებო გამოხალთ რასაკვირველია, თუმცა ძალიან საკმაოდ ბევრი ბრძოლები არსებობს ამ თვალსაზრისით. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კიდევ რაც მინდა გითხრათ, მიაქციეთ ყურადღება, ნახეთ, უახლოეს პერსპექტივაში მოერიდეთ მაქსიმალურად ალკოჰოლის მიღებას, იმიტომ რომ ეს მოიტანს ტრამვას, მოწამვლის ენერგიას, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ აუცილებლად, სხვა შემთხვევაში მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს, უბრალოდ არის ენერგია, თქვენი ენერგია მოიყვანეთ წყობში, თქვენი ემოციური ფონი მოიყვანეთ წყობში და მაქსიმალურად მოერიდეთ უახლოეს პერიოდში სასმელს. ნახეთ, აქ უძილო ღამეებიც არის და აირეგულირეთ ძილის ენერგია აუცილებლად. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ამან უფრო სხვა სახე მიიღოს და აღმოჩნდეთ უფრო მკაფიოდ აი რაღაცა ფიზიკურ მდგომარეობაში ძალიან ჩაძირული, ანუ ცუდი ენერგიების თვალსაზრისით. კი ბატონო, მიაქციეთ ყურადღება ძილის ენერგიას და თქვენს ემოციურ ფონს, ეს არის ძალიან გამძაფრებული. რა იქნება რჩევა თქვენთვის უახლოეს პერსპექტივაში? ფორტუნას მიენდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს რას უკავშირდება პირად ურთიერთობებს თუ ფინანსურ საკითხებს. განსაკუთრებით გეტყვით იმას, რომ ვისთანაც პარტნიორი არ არის ნამდვილად სამყაროსგან ძალიან საინტერესო ადამიანი უნდა გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რაც მოიტანს სიყვარულის ენერგიას, ძალიან ემოციურ ფონს, ის კი არა შესაძლებელია ძალიან სერიოზული არჩევანის წინაშეც აღმოჩნდეთ. რჩევა ის იქნება, მიენდეთ უბრალოდ სამყაროს და მან უკეთ იცის რა არის თქვენთვის კარგი. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.